ოტლებენი მართალია თითქოს ის იყო ისეთი გერმანელი რომელიც არ ემორჩილებოდა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ვიდრე კავკასიაში გამოგზავნიდა მას ეკატერინე მეორე და ის ციხეში და ფაქტიურად სასჯელს ელოდებოდა და მერე ჩვენ არ ვიცით რაზე ისაუბრეს ეკატერინემ და მან და მერე გამოგზავნეს საქართველოში. ესე იგი მასთან ყველაფერი იყო შეთანხმებული. როგორ უნდა მოქცეულიყო, რა უნდა გაეკეთებინა. ასე რომ ეს არ იყო მისი რაღაც ახირებები. ეს იყო რუსეთის სახელმწიფოს უმაღლესი დონიდან მომდინარე რაც ხდებოდა მაშინ. და თვითნებობდა ძალიან არანაირად ერეკლეს არ უგდებდა ყურს, არ იგონებდა, რასაც ეთყოდა თქვა დასავლეთში იმაში ფოთში უნდა ავიღო, ფოთი უნდა ავიღო, ოსმალები იყვნენ და ამ დროს ზაფხულში ძალიან დიდი ის იყო შმორიო და ეს ჭაობიანი იყო ეს ადგილები და არა მაინც წავიდა და მე ეკატერინეს გაუგზავნა შენ სახელი დავარქვი უკვე ფოთს და ჯერ აღებულიც არ ყოდა და ვერ წაიღო. ხო და ასე რომ ეს აუცნაურია რომ არ იცვლება მათი ეს ბუნება და ეხ ამას გააკეთებს თანამედროვე რუსი მობილური თხელში ზუსტად იგივენაირად მოიქცა. სტუმრად კი არ არის, იქ უკვე მასპინძელია სადაც მიიწვია.